დღეს ყველაზე ბიუჯეტურ ჩიფსებს დავაგემოვნებ თქვენთან ერთად. სანამ ვიდეოს დავიწყებთ, არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და კომენტარის დატოვება. კომენტარის დატოვება ვიდეოს როცა უყურებ და გაანალიზებ და ასე გამოიტანთ მერე. პირველს დავაგემოვნებ მინიფრის, არავის საშემხოდრიო ჩიფსი, მაგნიტში ვიპოვე თუ არ ვცდები და ღირდა, გამოიცანითება რა ღირდა. 1 ლარი. 99 რა? ხო, 99 თეთრი ღირდა. ანუ Onion ringebია რა შიგნით და მე ზოგადად გიждდები ნებისმიერ სახის ეგეთი ჩიფსი ძალიან მიყვარს რა ეგეთი ჩიფსები. ჩვეულებრივი ჩიფსი არ მიყვარს იმედად, მაგრამ როცა ეს Onion ringe ხახვის რგოლების ფორმულა ძალიან მიყვარს. ეს კონკრეტული გემო არის სოკოსი და როგორც უკან არის მითებული, ამ კონკრეტულ ფირმას აქვს კიდევ ორაგულის, ბეკონის და კრევეტების არომატიც. შეფუთვა სხვა შორის ხარისხიანი, ანუ ისედაც სიაფი ღირდა იდეაში, მაგრამ კიდე ფაზაკლებით იყო ეგრე რა 99 თეთრი. გავხსნათ. მე სოკოსუნიც ძალიან მიყვარს კი არა და სოკოს არომატი რა იმებში რა ქვია, ესეთ სნეკებში. და მგონი რომ ძალიან კაი იქნება. კაი სუნიაკ. ესეთი ანიონია. სუნი კარგი აქვს და სტრუქტურაც სასიამოვნო უჩანს. გესმით ხო ხრაშული. მობურბუშელოა ცოტა დნება პირში და ძალიან სასიამოვნო კონსისტენცია აქვს. თან გამაღიზიანებელი არომატიც არ აქვს, რაღაც სადად აკრავს ეს სოკოს გემო და ვისაც ძალიან მძაფრი გემოები არ უყვარს, უზოთ მათზეა ზედ გამოჭრილი. ძალიან მომეწონა. იგი შევჭრა. ძალიან მომეწონა. თან არის რამდენი გრამიანი? სადაც არის რამდენი გრამია? 45 გრამია. გაუწევ რეკომენდაციას. ვაფშე კი არა და საერთოდ არ ეტყობა რომ ვაფშე 6-ის. ვაფშე 6-ის. საერთოდ არ ეტყობა რომ 6 ლარი კი არა. 1 ლარი ღირს. შემდეგი არის ეს მწვანე პეკე. არ ვიცი რა ფირმაა. მაგნიტში ვიყიდეთ ესეც და ღირდა 3.99. 4 ლარი. არის არაჟნის და ხახვის გემოთი. ჩიფსებში ჩემი ორი ფავორიტი გემო არის არაჟანი და ხახვი ერთად და სოკო, ძალიან მიყვარს. არც ყველი, არც ბეკონი, პაპრიკა მიყვარდა ადრე, მაგრამ ახლა იმქნა დაყარა. ეს ორი გემო მიყვარს ძალიან და ძალიან ცუდი ხარისხისაც რომ იყოს ჩიფსი და კონდეს ეს გემო, მაინც რაღაცა მეგემრიელება. Extra crunchy ვაწერია და ვნახოთ როგორ იქრანჩუნებს. არის 130 გრამი, საკმაოდ დიდია. 4 ლარის კვალობაზე. პეკე. სუნი ნორმალური აქვს. ხრაშუნობს კი. პირველზე ვერ გავიგე. ერთუთი. ფქვილის გემო აქვს. აი, კარგად გაცრილი მჭადის ფქვილის. ნუ იდეაში ეს ხო იმის გამზადდება რა ქვია, სიმინდის ფქვილისგან. ცუდი არ არის. სხვა გემო რო ქონდეს არ მომეწონებოდა, მაგრამ რადგან ეს ხახვი და არაჟანია, საკმაოდ კარგი გემო აქვს. უბოლ კონსისტენცია აქვს, აი რაღაც არის ფქვილოვანი რა, იშლება მერე პირში ხრაშუნობს ჯერ ძალიან კარგად და გიკვირს ვა ეს მაგარიაო და მერე უცებ რაღაცა ფაფდება და ცუდ შეგრძნებას გიტოვებს. ეხაც გეგონება პურის ფქვილი მჭამეო, მოუხალავი. 10-დან 5. გადავიდეთ შემდეგ ჩიფსზე. მაგრად. მეთქი მაგრად ვიზავთ ხო და შემდეგი არის ეს სხვათა შორის მაღაზიაში რო ავიღე ეს მაშინაც ჩავათხლიშე და ალბათ ეხა კაი დამტრეული ფირფიტები იქნება, იდეაში ფირფიტებია. ჩიფსტერის არის ღირდა 2.20, არის chips plate, გემო არის taste of tomato and chili. შეფუთვა ძალიან კარგი აქვს. თან 2.20 მართლა იაფია ამისთვის. არის რამდენი გრამი? 70 გრამია. ძალიან დამიმკვირვია. ეს უნდა იყოს გრძელი. მაგრამ როგორც ჩანს ძალიან დამამკვირვია. აი ბოლოსში არის ეწუთი. აი ესეთი უნდა იყოს. როგორი თხელია და რაღაცნაირი ცუდი სუნი აქვს ნადების. დიდი ხანი რო დევს რაღაც. ნახოთ გემო და სიხარაშო. რბილია.
ძალიან რბილია. და რაღაცნაირად ცუდი გემოაქვს. ზოგადად მე ჩიპსტერის თუ ჩიპსტერია, ამის ჩიპსები არც ერთი არ მომწონს, არ ვიცი რაღაცა განსხვავებული სტრუქტურა აქვს და ჩემს რეცეპტორებთან საერთოდ არ არის ახლოს, არც ამისი გემოები, არც ერთი გემო. 2.20 მართალია იაფია ფასი, მაგრამ არ მომწონს. ვისაც რბილი ჩიპსები გიყვართ, იმათ მოგეწონება. 10-დან 3. ანუ 2.5. გადავიდეთ შემდეგ ჩიპსზე. არ გამომდის მე დაწერები. შემდეგი არის გუსტოს ფირმის სნეკი. ესეც onion ring-ია და გემო აქვს ხახვის. ხახვის? ხო, ხახვის. ეს ღირდა 2.99. ეს გასინჯული მაქვს თუ არ ვცდები და მომეწონა. პაწაწუნა რინგებია. წეღან ისოკოსი რომ იყო ის ხო დიდი იყო და ეს არის შედარებით პაწაწუნა უფრო. რატომ მომეწონა ეს? ბურბუშელა ჩვეულებრივი. რა ძალიან ცუდია. არ მომეწონა. ხახვის გემო საერთოდ არ აქვს. რაღაც წვანილებით კი აყრია გასჩემო, მაგრამ არ გემოობს. რაღაცნაირია, თან სტრუქტურაც ცუდი აქვს. ძალიან რბილია. ჩვეულებრივ ბურბუშელა არა. onion ring-ისგან ring-თან არანაირი კავშირი არ აქვს საერთოდ. წეღან რო გაჩვენეთ, ლარი რო ღირდა. აი ის ჯობდა ამას 100 ჯერ და 1000 ჯერ და იმისთვის დამოვიწერო ქულ დამეწერა იმას 10-დან 9. ამას 10-დან 2. არ მომეწონა. რამდენი გრამია დამოვიწყე მე თქვა 80 გრამია. 80 გრამია, ღირს 3 ლარი და ცუდია. გადავიდეთ შემდეგ ჩიპსზე. შემდეგი ჩიპსი არის შედარებით ჯანსაღი ვარიაცია ზოგადად ჩიპსისა. ეს ღირდა rice up ღირდა 2.50. საკმაოდ კარგი ფასია. თან არის ბრინჯის, თან მეტანაკლებად პოპულარიზაცია ეწევა სიჯანსაღეს, ასე time to get healthy. ანუ ეს არ არის შემწვარი. არა ცხიმი არ არის შემწვარი. არის და ფოფითებული, ანუ ამომსკდარია რა. ბრინჯი არის გამსკდარი. ყავისფერი ბრინჯი, brown rice chips. ეს კონკრეტული გემო არის, ეს რა არის, ბეკონია. ბეკონი. სხვა ჩიპსებს ბევრად ჯობია. ეს კონკრეტული გემო არ გამისინჯავს. ზოგადად ჩიპსებს არ ვჭამ ხშირად, იმიტომ რომ საშინელებას მართებს ისეც არ ვარ, რა თქმა უნდა, თან სახეზე მეტყობა ხოლმე რა ყველაფერი. ხო და თუ მინდა ხოლმე ჩიპსი, ვყიდულობ ხოლმე ამას, rice subs ვყიდულობ ხოლმე. მაგრამ ეს კონკრეტული გემო არ გამისინჯავს, ამიტომ მაინტერესებს. იმის გამო რომ შედარებით ჯანსაღია, ძალიან გულით მინდა რომ შევაქო. ემოცი და მიკერძოებული ვიქნები. ვარდის გემო აქვს. ანუ სტრუქტურა აქვს ძალიან კარგი. შესანიშნავად ხარშუნებს. მას დიდ ჯანსაღის იმას არ ტოვს, ანუ გჯერო ჩიპსია რა, გჯერო შხამსჭამ. და ორმაგად ქსიამონებს, თუმცა ეს გემო მე არ მომეწონა. ზოგადად ბეკონი არ მიყვარს, ალბათ მაგიტო არ ვჭამ. ამას ვყიდულობ ხოლმე ერთი რაღაცა ობიანი ყველის გემო არის და ის მიყვარს ძალიან limited edition-ია. ეს არ მომეწონა. გემო არ მომეწონა, მაგრამ სტრუქტურა და კონსისტენცია აქვს იდეალური და კარგადაც ხარშუნებს. მთლიანი არის 60 გრამი და 100 გრამზე აქვს სულ რაღაც 123 კალორია. 100 გრამზე თუ 30 გრამზე. იდეაში კალორია დაბალი აქვს. 7 გრამი პროტეინი აქვს, სხვა ჩიპსებს ჯობია. და ცხიმი აქვს 13 გრამი მხოლოდ. ზოგადად ამ ჩიპსებს დავუწერდი 10-დან 800, მაგრამ ამ კონკრეტულ გემოს 10-დან 6. გადავიდეთ შემდეგ ჩიპსზე. შემდეგი არის ტორტილიას ჩიპსი. ყველის გემოთ. მოცულობა აქვს ძალიან დიდი, არ ვიცი, არ მგონია მარტო ამას ვიმოერევა. 200 გრამიანი შეფუთვაა და ღირდა, რატომ ავიწყდება? 3.35. წამოვიდეთ 200 გრამიანი ჩიპსის შეფუთვა და 3.35. ძალიან იაფია, იდეალური ფასია. ვიყიდა სპარში. და ზოგადად სპარის საზეც სპარი აწერია. გავხსნათ, გავუთხოვნოთ და გავსინჯოთ. ჭადის ჩიპს გავს. რაღაცნაირი ქართული ის მოიტანა. აი ჭადს ძალიან რო გავახრიგინებ ხოლმე, ეგეთი გემო აქვს უსტადობოდ, მე ყველი რომ მოვაყარო რაღაცა. ყველის გემოს ფხვნილი. ძალიან გემრიელია. ანუ ჩიპს არ გავს ოღონდ. რაღაცა სახრაშურო სასიამოვნო სნეკია, კარგი კრანჩი სტრუქტურით. გემო აქვს მართლა მჭადის. ძალიან მომეწონა. ეს უცნაურია. ეს ჩიპსი არ გამისინჯავს არასდროს. ჭადი და ყველია, ოღონდ ჩიპსის სახით. მომეწონა, გასინჯა შესწავლიდა მარტო მე რო ჭამს. ანუ ამას ქონდა კლასიკი გემოც, ანუ კლასიკური გემოც, ანუ ყველაფრის უგარეშოთ. და მეორე ქონდა ყველის. მომეწონა. ალბათ ვიყიდი ხოლმე. ჭადი და ყველი რომ მომინდება ერთად და გამოცხობა დამეზარება, ამას ვიყიდი. 10-დან 8. აი გამართული, გაჭიმული, ამაყი 8.
შემდეგი არის ჩიფსი. პატარა ვიყიდე რა, იმიტომ რომ დიდი გასინჯული მაქვს და პატარა. ალუგიკურია. ეს ღირდა 80 ცენტრი. არის სულ რაღაც 20 გრამი და არის წიწაკის. ანუ განა პაპრიკა და რამე ბულგარული და რამე კი არა, იმენა წიწაკაა რა. ანუ იმენა ცხარე უნდა იყოს წესით. ერთხელ მაქვს ნაყიდი და საკმაოდ მწარე. ნახეთ რა ცოტა არის იქნით. ეს რომელ მაღაზიაში ვიყიდეთ? ლიბრეში ვიყიდეთ ესეც და ის ჩიპსტერის ფიტფიტები რო იყო და იმასაც რაღაცნაირი სველი და ობის გემო, ობის კი არა ნადების რა და ამასაც ეგეთი გემო აქვს, როგორც ჩანს, არა სათანადო ტემპერატურაზე შეინახეს. ხო, არასწორ პირობებში შეინახეს როგორც ჩანს და დარბივდა ჩიპსები. ყველა ცუდი არის. 10-დან 6.5. შემდეგი ჩიპსი არის ყველა რო იცნობს ეგ ფრიქსი. ეს კონკრეტული გემო არის ყველის და ღირდა 2.50 ფასდაკლებით, მაგრამ ისეც საკმაოდ ბიუჯეტურია. ეს კონკრეტული შეფუთო არის 145 გრამიანი და ნახეთ. თავიდან რო იყო ახალი შემოსული ფრიქსი, მაშინ ძალიან მომწონდა გემო მახსოვს. არ ვიცი შეიძლება მაშინ სხვანაირ დაღვიქომი ზოგადად ჩიპსის, სხვანაირ დაფასები ჩიპსის, მაგრამ ეხლა დიდი ხანი აღარ გამისინჯავს და მაინტერესებს ისე მომეწონება თუ არა. აწერია რომ all natural made with potatoes. რა დიდი არის უყურეთ. სუნი ცხიმის აქვს. ჯერ ვერ გავიგე. ცუდი არ არის. ოდნავ მეტად არის თითქოს შემწვარიო რა. როგორც ჩანს ზეთში დიდხანს არის გაჩერებული. თავად დამწვარი კარტოფილის არომატი მაქვს უკვე რომ გადაყლაპავ. სტრუქტურაც ხრაშუნა კი არის, მაგრამ უფრო მეტად რაღაცნაირი მორბილოასავით. ოღონდ არასწორი შენახვის პირობების გამო არა. თვითონ სტრუქტურა აქვს ეგეთი რაღაცნაირი. აი ზეთია რა, რომ მოშები რა ქვია, კვეჭ. მალე გეშლება იმის გამო, რომ ზეთი დნება პირში მერე. არ მომეწონა. ადრე უფრო კარგი იყო, ან უბრალოდ მე შემეცვალა რეცეპტორები, არ ვიცი. და ახმადობა თვითონ. თუმცა ფასის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მზადდება, კარგი ალტერნატივაა რა. განსაკუთრებით აი ესე დიდი ღიპიანი კაცებისთვის ლუც რომ მიაყოლონ. მაგათი არა, მაგრამ მშულობ მაგათი ხა ჩიპსის გემო. ჩიპსია. მე არ მომეწონა იმდენად. 10-დან დავუწერდი ალბათ 4 ქულას. გადავიდეთ შემდეგ ჩიპსზე. შემდეგი არის კიდე aniron ringi. P-chips არის ეს. ვეგანურია, vegan friendly-ია, ესე აწერია, 13 გრამი პროტეინი აქვს და only 17% fat. მარტო 17% აქვს ცხიმი. და გემორისი აქვს. Caramelized onion taste. კარამელიზირებული ხახვის. გავსინჯოთ, ეს ღირდა, რა ღირდა? 2.5 2.55 ღირდა ეს. რამაჟობა გახლავთ? გრამი არის იქნება ეს. მომიაგერა წელი ამ ხელაზე. 100 გრამია. და მთლიან შეფუთოს აქვს 456 კალორია. იმის გათვალისწინებით რომ პროტეინი აქვს 13 გრამი, იმის არ აქვს. შეფუთო აქვს ხარისხიანი სხვა შორის, აი რაღაცნაირი მატი. სულ ეგრე მეგონა ხოლმე პატარაობიდან რომ ესე მატი შეფუთო რო ქონდა ჩიპს რაღაცნაირს, მეგონა რომ ძალიან კარგი ხარისხის იყო და მე მგონი მართლა ეგრეა. რა პაწუები არის უყურეთ? პატარა ჩიპსები. წვადის გემო აქვს. რო არ აწეროს რომ კარამელიზირებული ხახვის არომატი აქვს, მეგონებოდა რომ წვადის არის. სასიამოვნოა. კი, სასიამოვნოა. კაია. ეს ჩიპსი მგონი ყველაზე მეტად მომეწონა. რაღაცნაირი სუნელების გემო აქვს მძაფრი რა და მე ძალიან მიყვარს მძაფრი რაღაცები, განსაკუთრებით ეს მძაფრი თუ არის მწარე და კიდევ პლუს მჟავე. ძალიან მიყვარს ეგეთი რაღაცები. ზოგადად ჩიპსები ძალიან ცუდია და არ ჭამოთ, მე არ ჭამ ხოლმე. მაგრამ დღეს ვიდეო უნდა გადამეღო და მეტი ვერაფერი მე ვიფიქრე. ამ კონკრეტულ ჩიპს დავუწერდი 10-დან 9.5-ს. მთლად 10-დანაც არც ერთი არ იყო, იმიტომ რომ ბიუჯეტს თუ გავითვალისწინებთ 10-დან 9.5-იც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ასე დასრულდა ეს ვიდეო. იმედია რომ მოგეწონათ, მე მომეწონა, განსაკუთრებით ჩიპსები მომეწონა.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და კომენტარებში აუცილებლად მითხარით თქვენ რომელი ჩიფსი მოგეწონათ, რომელს ყიდულობთ ხოლმე ყველაზე ხშირად და რომელს იყიდით ჩემი რეკომენდაციების მერე. ბუმ-შოუმ გადაწყვიტა, რომ ახლებურად დაეჩელენჯერებინა. ბუმ-შოუმ გადაწყვიტა, რომ ახლებურად დაეჩელენჯერებინა რა სიტყვა. ბუმ-შოუმ გადაწყვიტა, რომ ახლებურად დაეჩელენჯებინა თავისი თავი, ხო და აღწერაში იქნება ლინკი მითითებული არხის. ბოლომდე ვერ ჩავა. არა, ძალიან მარტივია. კაცმა არ იცის მე რამდენი. მოგეწონება ძალიან. გეშტობებით.